საქართველოს რუკის კონტურზე დღეს 5000 სანთელი აინთება გორი აგვისტოს გმირებს იხსენებს ოკუპირებული ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრში დაღუპული გმირების ხეივას საფუძველი ჩაეყარა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტის ანდრიას ლოცვა-კურთხევით ვერხვების დევნილთა დასახლებაში ხეები დაირგო. დღეს ბოლოს კი ქალაქის ცენტრში ცენტრალურ მოედანზე საქართველოს რუკის კონტურზე 5000 სანთელს დაანთებენ. და რა ხდება ამ წუთებში გორში რუსული ინტერვენციიდან 2 წლის შემდეგ რატი მუჯირი გვერდება მოამბის ღია ეთერში რატი გისმენთ. სანთლების აქციამდე უნდა აღნიშნოს, რომ ვერხვების დასახლებაში უკვე გაშენდა ხეივანი, რომელიც გორელი ჯარისკაცების და პოლიციელების ხსოვნას მიეძღვნება. ხეების დარგვაში მონაწილეობდნენ დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და რა თქმა უნდა ემოციები საკმაოდ ცვალებადი იყო სევდა, რომელიც ახლავს იმ დიდ ტრაგედიასაც ოჯახის წევრის დაკარგვას ნიშნავს, თუმცა ასევე ისინი იყვნენ ძალიან ამაყები იმით, რომ შეძლეს საქართველოსთვის ერთი რიგითი ჯარისკაცის გაზრდა. მათი თქმით, ამ მსგავსი ჟესტები ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოჯახებისთვის, რადგან ისინი ხედავენ, რომ ქვეყანას მათი შვილები ახსოვთ. მე მეამაყება, რომ გმირი მამის შვილის მამა ვარ. ალბათ სანამ ცოცხალი ვარ. ჩემი მეხსიერებიდან არ მოარჩეს დღე და არც ის დაწყებული დიდება. ძალიან დიდი მადლობელი ვარ და ძალიან მოხარული ვარ, ახსოვთ ეს ჩვენი დაღუპული შვილები და რა ვიცი. ვთხოვ, რომ სულ ყოველთვის ასე გაიხსენონ და არ დაივიწყო. როგორც გითხარით, ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა თავად ოჯახის წევრებმაც მიიღეს და გარდა ამისა აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, წიგნი გმირი, რომელიც სწორედ ამ მებრძოლებს ეძღვნება, დღეს აქ ამ დევნილებს დაუვლიგდათ და ისინი ცდილობდნენ თავიანთი ახლობლები აღმოეჩინათ ამ წიგნში, რა თქმა უნდა, თითქმის ყველა მათგანმა იპოვა და საკმაოდ დიდი ემოციები იყო. ისინი ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანას დაღუპული გმირები ახსოვს და იხსენებს ყოველთვის. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს დაღუპული გმირების ხსოვნას დააფასებს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, გაიხსენეს ადამიანები, რომლებიც გმირულად შეწირეს თავიანთ სამშობლოს, მათ სახელზე დაერგო ხეები და მათი უგდოსაყოფად იქნება ეს ყველაფერი და ყოველთვის გაიხსენებება. ახლა საუბარი ქონდა ცხოვრება გრძელდება, რა თქმა უნდა და ძალიან გვიხარია. ძალიან გვიხარია, რომ ესეთი ლამაზი ხეივანი გრძელდება იმ ადგილზე, სადაც რუსეთმა ბომბები ჩამოყარა და უნდოდა ნაცარტუტად ქცეულიყო, მაგრამ ვერ შეძლო, ვერ მოახერხა. დღევანდელი დღე იმის ნიშანია, რომ შეიძლება კიდევ საქართველოში კიდევაც დაიზრდებიან ალგეც-ლეკვები მგლისანი. რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან ერთად აქ ვერხვების დასახლებაში იმყოფებოდა სამხარეო ადმინისტრაციაც, მათი განცხადებით მსგავსი აქციები ყოველთვის მოეწყობა და ადმინისტრაცია ყოველთვის შეუწყობს ხალხს მსგავს ინიციატივების განვითარებას იმისთვის, რომ დაღუპული მეომრების ხსოვნა დავიწყებას არ მიეცეს. ხეივანს, რომელსაც ახლა ვაკეთებთ დაერქმევა გმირების ხეივანი და მიდის ზუსტად იმ დევნილთა კომპაქტურ შესახლებაზე, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ. თითოეული ხე დაერგვება ჩვენი გმირების ხსოვნის საპატივცემულოდ და ნიშნად იმისა, რომ სიცოცხლე გრძელდება. დღევანდელ ჩვენ აქციაში მონაწილეობენ დაღუპული ოჯახის და დაღუპული გმირი ოჯახის წევრები. ეს დღე დიდი მნიშვნელოვანი დღეა მათთვის და მთელ საქართველოსთვის. ღირსეულად შეეწირნენ და აფასებს ჩვენი ქვეყანა. დიახ, ასეთი განწყობა და მდგომარეობა არის გორში, საკმაოდ გამოცვლილია და შეცვლილი არის განწყობები, რომელიც 2 წლის წინ იყო აქ გორში. დღეს საღამოს სიმბოლური აქციაა დაგეგმილი 5000 სანთელი ერთდროულად აინთება საქართველოს კონტურზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივსაცემად.